საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. ქალაქში პირველად ანშენდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროს სადგურ დიდუბესთან დააკავშირებს. პროექტის მიზანია ტრამვაის ახალი ხაზის საშუალებით დიდი დიღმის დასახლება თბილისის სხვადასხვა უბნებთან უმოკლეს დროში დავაკავშიროთ. დიდი დიღმის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ქალაქი იზრდება, დიდი დიღმიც იზრდება, ბევრი ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. შესაბამისად, მოსახლეობის გათვალისწინებით საჭიროა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების შექმნა. ამ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური არის ტრამვაი. ტრამვაი მისი გაბარიტებიდან გამომდინარე მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ყველაზე მეტად გამტარ უნარიანია. იგი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტების სახეობებს შორის გაცილებით ხარჯ-ეფექტურია. იმის გათვალისწინებით, რომ დიდუბის მეტროსადგური არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტისთვისაც საკვანძო სადგურია, დიდი დიღმიდან აღნიშნული კავშირის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.